Google-მა პარასკევს განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის ინიციატივების შესაძლებლობების გაფართოების ფარგლებში ტეხასში 3 ახალ მონაცემთა ცენტრში 40 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ინვესტიცია, რომელიც 2027 წლამდე განხორციელდება ხაზს უსვამს ხელოვნური ინტელექტისა და ღრუბლოვანი სერვისების პროვაიდერებს შორის გამძაფრებულ კონკურენციას, ისეთი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რომელიც შეძლებს მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელების მხარდაჭერას. OpenAI, Microsoft, Meta Platforms და Amazon იმ კომპანიებს შორის არიან, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებულ ახალ მონაცემთა ცენტრებში. Მსხვილი ნავთობ კომპანია Total Energies დათანხმდა 15 წლიან შეთანხმებას Alphabet-ის Google-ის განახლებადი ენერგიით მომარაგების შესახებ. განდგების თანახმად, ფრანგული კომპანია ტექნოლოგიურ გიგანტს წლიურად 1.5 ტერავატ-საათ განახლებადი ენერგიით ოჰაიოში მოქმედი მზის ელექტროსადგურიდან მოამარაგებს. მზის ენერგიის ობიექტი, რომლის მშენებლობაც დასასრულს უახლოვდება, PJM ქსელთან არის დაკავშირებული, რომელიც შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდია. ელექტროსადგური ხელს შეუწყობს Google-ის ოჰაიოს შტატის მონაცემთა ცენტრის ოპერაციების ენერგომომარაგებას. კომპანიის CEO Patrick აბუ-დაბიში გამართულ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ Total Energies მიერ ელექტროენერგიაში ჩადებული მზარდი ინვესტიციები მას უფრო სტაბილური შემოსავლის ნაკადის უზრუნველყოფაში და ნავთობისა და გაზის ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი აღმავლობისა და ვარდნის ციკლების თავიდან აცლებაში დაეხმარება. ევროკომისიამ 2.9 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსების გეგმა წარადგინა, რომელიც 2027 წლისთვის მწვანე საწვავში ინვესტიციების გაფართოებას ისახავს მიზნად, რათა შემცირდეს საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტიდან ნახშირორჟანგის ემისიები. ამ ორი ინდუსტრიის წილი ევროკავშირის სატრანსპორტო სექტორის ემისიებში დაახლოებით 26.4%-ში ადგენს. კომერციული თვითმფრინავები და გემები დეკარბონიზაციისთვის ყველაზე რთული სატრანსპორტო საშუალებებია, რადგან ისინი დღემდე ძირითადად წიაღისეული საწვავით მუშაობენ, მიუხედავად ევროკავშირის კანონმდებლობისა, რომელიც მიზნად ისახავს გადაზიდვების და ავიაციის სექტორების კლიმატურად ნეიტრალურ მდგომარეობაში მოქცევას. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო ვარაუდობს, რომ საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისთვის მწვანე საწვავის მიზნების მისაღწევად 2035 წლისთვის დაახლოებით 20 მილიონი ტონა მდგრადი საწვავი, მათ შორის ბიო და ელექტრონული საწვავი იქნება საჭირო. პარასკევს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 200-ზე მეტ საკვებ პროდუქტზე საიმპორტო ტარიფები გააუქმა, მათ შორის ისეთ ძირითად პროდუქტებზე, როგორიც არის ყავა, საქონლის ხორცი, ბანანი და ფორთოხლის წვენი. როიტერსის თანახმად, ნაბიჯი ამერიკული მომხმარებლების მხრიდან სასურსათო პროდუქციის მაღალი ფასების შესახებ შეშფოთების ფონზე გადაიდგა. ახალი შეღავათები, რომლებიც ხუთშაბათს შუაღამისას ამოქმედდა, ტრამპის პოლიტიკის მკვეთრ ცვლილებას წარმოადგენს, რომელიც დიდი ხანია ამტკიცებს, რომ მის მიერ წელს დაწესებული ფართომასშტაბიანი იმპორტის გადასახადები ინფლაციას არ უწყობს ხელს. საკითხზე მედიასთან კომენტირებისას ტრამპმა თქვა, რომ ტარიფებმა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ფასები გაზარდოს, თუმცა საერთო ჯამში ამერიკაში ფაქტობრივად ინფლაცია არ არის.